90-იან წლებში რომ ეკლესიაში მივედი მე და სასულო პირი გავხდი, ძირითადად ხონდა პოლემიკა ათეისტებთან. კარგად მახსოვს, აი პერიოდულად ყველა ეტაპზე სხვადასხვა კატეგორიის და სხვადასხვა აზროვნებისა და ხედვების ადამიანებთან მაქვს ხოლმე პოლემიკა. 90-იან წლებში მქონდა პოლემიკა ათეისტებთან. ვერ წარმოიდგენთ რა ადვილი იყო ეს საუბარი. რა დონის ურთიერთპატივისცემაზე იყო საუბარი. არც მაშინ ვიხევდი უკან. მაშინაც ვეუბნებოდი და ვამხედი. მაგრამ იყო საოცარი სიყვარული, რატო იცით? იმათ მართლა ჯეროდათ რომ ღმერთი არ არსებობდა. და მერე რატო არ რთული? იმიტომ რომ როიძახის. ახლა უკვე მერე შემოვიდა მოდაში ქრისტიანი ვარ და სინამდვილეში ქრისტეს გმობელია ცხოვრებით, აზროვნებით, ხედვით. და მიმკიცებს რომ ქრისტიანია, ბიჭო, ჯერ ის უნდა გააგებიო რომ არ არის ქრისტეობა. თან პრობლემა ეს კი არ არის რომ ვითომ ეშლება. პრობლემა ესაა ზუსტად იცის რომ ქრისტიანი არ არის და თან გიმკიცებს რომ ქრისტიანია. და ქრისტიანობის სახელი გელაპარაკება. მერე დაიწყო ეს განსაკუთრებით ბოლო 13 წელიწადი. ამათ ხელში დაიწყო პირწმინდად გადაგვარება ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნებისა რელიგიური კუთხით. პირწმინდად აი იმ პროცესი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს გაგრძელდა. ჩვენი თავარი რა უნდა იყო დავამთავრეთ დიდხან გამიგზელდა. ყოველთვის ეფრემ მასულის ლოცვაში რო წერია განსტათვის და ცოდვათა. ქრისტიანის თავარი მიზანი რა არის? მე შენი ცოდვა არ წამწმიდავს. შენ სხვისი ცოდვა არ წამწმიდავს. მე თუ მინდა ცხონება, მე ვტირი ჩემ ცოდვებს. და შენ თუ გინდა ცხონება, ტირი შენ ცოდვებს. ძალიან მარტივი. შესაბამისად, განსტათვისა ცოდვათა. ანუ უფალო მომეცით ჩემი ცოდვების განცდის უნარი. და როგორც კი ეს უნარი ამას თხოვ და ეს უნარი შიგნიდან ვიწყებს ადამიანი სულიერ თვალით შიგნით ჩახედვას იწყებს. საკუთარ გულში, სულში, გონებაში, აზროვნებაში, ხედვებში ჩახედვას იწყებს. განსტათვისა ცოდვათა უნარო მომეცი შიგნი უნდა ჩავიხედო. რო ჩავიხედე, ბევრი ცუდი დავინახე. ცუდი რო დავინახე, ზოგი შევეცადე გამოსწორება, ზოგი ვერ შევძელი გამოსწორება. ზოგი როგორც კი დავაპირე გამოსწორება, თვითონ ადამიანო ჩემი ხასიათის გადაგვარების პროცესი დამიწყო, იმიტომ იმდენად შიგნი მაქვს ეს რაღაცეები. იმდენად რომ აი თვითონ კარგავდი საკუთარ თავს. და სწორედ ეს პროცესი არის ქრისტეს მიერ ცხოვრება. ერთ სიტყვით დავამთავრებ. აი მშობლების ბრძანდებით. როდესაც ხედავ რომ შენი შვილი აკეთებს ისეთ რამეს, რომ შენ გაგეხარდეს. მაგრამ აქვს მნიშვნელობა იმას გამოუვა თუ არა? დედებს და მამებს გეკითხები. უბრალოდ დაინახე რომ ისეთ რამეს აკეთებს შენი შვილი, რომ თან იმიტომ აკეთებს იმას, რომ შენ გაგეხარდეს. აღარა აქვს მნიშვნელობა მშობლისთვის იმას გააკეთებს თუ არა. ეს უკვე საკმარისია სიყვარულისთვის. საკმარისია იმისთვის, რომ უკვე გაკეთებული ეს საქმე. ხო და ასია ღმერთთან ურთიერთობა, მშობლისა და შვილის ურთიერთობა არის ასლი ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობასთან. ასე უნდა ვეცადოთ ჩვენც ვაკეთოთ ის, რაც ღმერთს ესიამოვნება. არ გამოგივა, მას უკვე უყვარ ხარ და მადლობელია იმისი, რომ ეგეთი შვილი რო ყავს. არ გამოგივა, მოგიხმარებ რა. ეცადეთ აკეთოთ ის, რაც ღმერთს ესიამოვნება. და ყველა ვიცით ეს რა არის სწორი ღმერთის სიტყვის, ყველა ხვდება ამას. პატარა ბავშვიც კი. პატარა ბავშვიც კი ხვდება ამას, რატო ხვდება? სახში რო შეხედი, პატარა ბავშვი ხარ, სახელი რო დამანული რო არის. დაუძახე სახელი და როა გაყუჩული. რომელი ვერ მივხვდით რომ უკვე რაღაცა გააფუჭა. რომელი ვერ მივხვდით ამას. და რატო გაყუჩდა ის? იმანაც იცის რომ გააფუჭა და იმედო არის გაყუჩული. ადამ სადახარ იმის გამეორება არის ეს. ასე რომ პატარა ბავშვაც იცის რა არის ცუდი და კარგი, არა თუ დიდებმა. ყველა ვიცით ეს. ამიტომ ესე თუ ვიცხოვრებთ ღმერთისთვის სათნოთ ცხოვრებით. უკვე ჩვენ როგორ ვიქცევთ, იცი? ცხოვრებით დავეგზავსებით ფარისევებს, ხოლო სინანულით მეზურებს.
მეზვერი ცხოვრება კი არაა კარგი. მეზვერი სინანულია კარგი. მაგრამ ცხოვრება ჯობია ფარისეულის კონდეს. იმ ფარისეულის რომელიც ასე აკეთებდა. არ ბრუშობს, არ ქურდობს, წაცემელი ასე შეპრუ, მაგრამ სინანულია. რომ ეს მიდრეკილებები ამ ქურდობებისა და რატო ამბობს, ამას არ ბრუშობ, არ ქურდო, მიდრეკილებაა, მაგრამ უბრალოდ არ აკეთებს. და სინანულით კი დავემსგავსებით მეზვერეს და ცხოვრების წესით კი ფარისეულს. ეს არის სრულყოფილი ცხოვრება. ერთმა ასეთი ცხოვრება მოგცეთ გვერდით. ჩვენთან არის ღმერთი.